ხოცის მენტალური ანატომია ხო თითქოს მარტივია. ამ დროს როგორი საინტერესო საჭირს ქნია ხოლმე. ხანდახან კი ყველაფერი უბრალოდ ზედაპირზე დევს. კობახიძეს, როგორ გონიათ ევროპელზე პირველი გებელსი რატომ გაახსენდა? იმიტომ რომ ეს ინტელექტუალური იმპოტენტები ასეთების იდეებით იკვებებიან. იმდენჯერ უნდა გაიმეოროთ ყույლი, რომ ბოლოს ყველას დააჯერო. ეგაა პროპაგანდის მინისტრისა და რაიხის ერთდღიანი კანცლერის იოზეფ გებელსის ფორმულა. ამაში არ ყავდა ბადალი. და ქოცებით ცდილობენ, მაგრამ ვინც გერმანული იცი შეუძლია დედანში იკითხოს რაიხის კანცლერის თეორიები. ვინც არ იცის კი, ხო, აი მიხეილ ყმ რა უნდა ქნას. ვისგან უნდა ისწავლოს და რა ენაზე. ჩვენ არ ვიხებთ უკან და შეუძლებელია ჩვენ რომ უკან დავიხიოთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან სამშობლოა, ეროვნული ინტერესია და შეუძლებელია ჩვენი მხრიდან განსხვავებული პოზიციების, ასე ვთქვათ, გაჟღერება და განხორციელება. სად ისწავლე ასეთი შემართებით საუბარი მიხეილ ყმ? ასეთ ხმამაღალ საფრთხილებს ლადო კახაძეც კი აღარ ამბობს და შევისგან მოისმინა. ვიღაცა მაგარი გაცვეთილი მასწავლებელი კი ყავდა, ისე ურთხა წერტილში. შენით გამოტყდები თუ გამოგაჭენო ახლა? Кай, раки არ ტყდები, იძულებული ვარ მე გავამშღავნო პირველ წყაროს. Мы дадим заднюю никто не даст больше, кроме нас. Если мы не дадим заднюю, они могут дать заднюю, а вот если мы ее дадим, они ее не дадут. განგება ვთარგმნე რომ ვინმემ გაყალბება არ დამაბრალოს მერე. რომ პირდაპირ აშკარად გამოჩნდეს არ უბრალოდ გავლენა ან ტონალობა, არამედ სიტყვათა თანმიმდევრობა და აზრთა ერთობლიობა. და რომ ბორია ივანაშვილის ხელის ბიჭის მუზა აი ეს მდედრი რუსია. სულით რუსი გენს რა მნიშვნელობა აქვს. ახლა მგლოვიარე, მაგრამ უზომოდ ბედნიერი რომ საქართველოში ასეთი ბეჯითი შეგირდი შეიძინა.